ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ტელეწამყვანი და ნანუკას ფონდის დამფუძნებელი საგამოძიებო უწყებაში მისვლას ხვალ აპირებს. მისი ფონდი ოცნების ხელისუფლებამ 6 თვის წინ დააყადაღა. მასაც სხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად პროევროპული აქციების მონაწილეებისა და სინდისის პატიმრების ოჯახების წევრების დახმარებას ედავებიან და ამგვარ საქმიანობას საბოტაჟის ხელშეწყობად უთვლიან. რა შეკითხვები აქვთ ნანუკა ჟორჟოლიანთან და რატომ დათანხმდა ის პროკურატურაში გამოკითხვას და არა მაგისტრატი მოსამართლის მონაწილეობით სასამართლოში, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმეზე არაერთი პირი გამოკითხეს. გიორგი კვიჟინაძე უერთდება ახლა ფორმულას პირდაპირ ეთერს. ნანუკა ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ პროკურატურაც და სასამართლოც მოსამართლეებიც ემსახურებიან ქართული ოცნების რუსულ რეჟიმს შესაბამისად მისთვის არ აქვს მნიშვნელობა პროკურატურაში მივა გამოკითხვაზე თუ ის დაიკითხება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ახლა ამ საქმის ხელახლა წინ წამოწევა ემსახურება მისი თქმით ერთადერთს, რომ ახლოვდება 4 ოქტომბრი საპროტესტო აქცია და ახლა ქართულ ოცნებას სურს, რომ ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი. თუმცა ჟორჟოლიანი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ აყვეს ქართული ოცნების ამ კამპანიას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ის მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ 4 ოქტომბერს შეიკრიბონ რუსთაველის გამზირზე. როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, ეს საქმე არის უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და ფონდების გაშავების მცდელობა, რადგანაც მათ ედავებიან პირბადეების შეძენას, ასევე აირწინაღების შეძენას, სათვალეების შეძენას და ისინი ურიგებდნენ შემდგომში ამ შეძენილ ნივთებს აქციის მონაწილეებს. შესაბამისად ახლა პროკურატურა აწარმოებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების წინააღმდეგ გამოძიებას, რომ თითქოს და ისინი საბოტაჟს ახდენდნენ. თუმცა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდი უკვე 6 თვე არაც დაყადაღებულია, ამას მოყვა უკვე სხვა ფონდების დაყადაღებაც და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაც და ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებისგან რაიმე სახის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენ არ მიგვიღია. შესაბამისად მიაჩნია ნანუკა ჟორჟოლიანს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ანგარიშებიც დააყადაღა ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების პროკურატურამ, რომ ეს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაშინების ცდელობას ემსახურება. 4 თვის ამზადებენ, რა თქმა უნდა, რაღაცას თაროზე შემოდებენ, რომ 4 თვის რომ ადუღდება და აუცილებლად დაიწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები, მე რაღაცნაირად ყურადღების გადატანა სადღაც სადონდა. ამათ მე ხა მე რო დამიჭირონ კი არა, სულ ყველა ერთად რო დაგვიჭირონ, მაინც არაფერი არ ეშველებათ. მთავარია 4 ოქტომბერი და მთავარია რომ ყველა დროშებით ხელში მოვიდეთ რუსთაველზე. ეს არის ის საქმე, რომელიც თავის დროზე აღძრეს, მე თაროზე შემოდეს და ახლა ახლა დასჭირდათ ყურადღების სადღაც გადატანა და ახლა გადმოიღეს. ანუ ჩვენ ამაში არ უნდა შევყვეთ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების თამაში უნდა ვითამაშოთ. დღეს დამირეკა პროკურორმა, თქვენ ალბათ სასამართლოში წახვალთ ხო მეუნება დაკითხვაზე, ანუ აირჩევთ მაგის მოსამართლე. ვთქვი, არა, მე თქვენთან მოვალ, აუცილებლად თქვენთან მოვალ, იმიტომ ის რასაც ელოდებიან არ უნდა გავაკეთოთ. რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ფონდები ყველასი არის დაყადაღებული, იმიტომ რომ თურმე მე ვყიდულობდი აირწინაღს ბავშვს, რომელიც გაზით შეიძლება და გაგუდულიყო და თურმე ლობიანს რო ვარიგებდი, ამაზე უნდა აღმიძრას ქოცმა, კორუმპირებულმა ქოცმა, რომელიც მილიონებს იპარავს ბიუჯეტიდან, თურმე მე უნდა მელაპარაკოს იმაზე, ლობიანს რატო ურიგებდი რუსთაველზე აქციის მონაწილეს. ტიპები, რომლებიც იპარავენ ბიუჯეტიდან და ჯიბეში მიაგვდენ მილიარდებს ათეთრებენ. ანუ ეს ადამიანები ბედავენ, რომ მე დამისვენ შეკითხვა, რატო უყიდე აირწინაღი აქციის ნებისმიერ მოქალაქეს დღისით, მზისით, რატო ვარიგებდი რუსთაველზე, რომელსაც გუდავდნენ, ცემდნენ, ამცილებდნენ, იტაცებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ არა უშავს, ესენი მალე დამთავრდებიან. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალურ პროკურატურაში ხვალ მივა და გამოკითხვაზე საინტერესოა ის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა არ მოითხოვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა, რადგანაც როგორც უკვე აღნიშნებას მიაჩნია, რომ როგორც მოსამართლეები, ასევე პროკურორებიც ემსახურებიან ქართული ოცნების რეჟიმს, შესაბამისად მისთვის არ აქვს მნიშვნელობა სად მოხდება მისი გამოკითხვა. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ საქმის ფარგლებში გამოკითხეს, ყველა მათგანმა აირჩია მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა. საინტერესოა ახლა რა კითხვები ექნებათ პროკურატურის წარმომადგენლებს ნანუკა ჟორჟოლიანთან. ეს უკვე ხვალ გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც დასრულდება ჟორჟოლიანის გამოკითხვა.